ირანმა ინტერნეტის წყალქვეშა კაბელები კრიზისის ცენტრში მოაქცია და ახლა საფრთხე ტრადიციული სამხედრო რუკიდან ციფრული ხერხემლისკენ გადავიდა, რომელიც ბანკებს, კომპანიებს, მთავრობებსა და სამოქალაქო კომუნიკაციებს აერთებს. ამ სამშაბათს 2026 წლის 5 მაისს საფრთხის დონე იზრდება, რადგან რევოლუციური გვარდიისთან დაკავშირებულმა მედიამ ჰორმუზის სრუტეში კაბელების მოწყვლადობაზე დაიწყო ყურადღების გამახვილება. ამასობაში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სხვა საზღვაო ვიწრობებიც, როგორიცაა გიბრალტარის სრუტე, ასევე ხვდება სტრატეგიული შეშფოთების ზონაში. რაც ადრე ნავთობისა და გემების ომად ჩანდა, ახლა უფრო ჩუმდა ღრმა რამეს ეხება, გლობალური ინტერნეტის უხილავ მარშრუტებს. საფრთხე არ ეხება უბრალოდ რომელიმე კაბელს. წყალქვეშა კაბელები ატარებენ მსოფლიო ინტერნეტ ტრაფიკის დაახლოებით 99%-ს, უზრუნველყოფენ ფინანსურ ტრანზაქციებს, ღრუბლოვან სერვისებს, ზარებს, შეტყობინებებს, საჯარო სისტემებსა და კომპანიების კომუნიკაციებს. როდესაც რეჟიმი იწყებს ამ კაბელების ზეწოლის წერტილად გამოყენებას, ის მხოლოდ ტექნოლოგიას არ ემუქრება. ის მიზანში იღებს მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობას, ციფრულ ვაჭრობას, მონაცემთა უსაფრთხოებას და მთელი რეგიონების სტაბილურობას. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირიც ავიარებს ამ კაბელებს, როგორც თანამედროვე გლობალური კომუნიკაციების საფუძველს. ახლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არ ხსეუდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. თვალი ადევნე ყველაფერს რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, მილსონ ალუისის სანდოობის სტანდარტით. კრიზისის უშუალო ცენტრი ჰორმუზის სრუტეშია, რომელიც ნავთობისთვის ცნობილია, მაგრამ ასევე ციფრული დერეფანია აზიას, ხურეს, ეგვიპტესა და ევროპას შორის. როიტერის რეპორტაჟა მაჩვენა, რომ ისეთი კაბელები, როგორიცაა AAE1, Falcon და Gulf Bridge International, გადის ამ რეგიონზე, ან მასზეა დამოკიდებული, რაც აერთებს ურის ქვეყნებს, ინდოეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, აფრიკასა და ევროპას. აი რატომ ნებისმიერი ზიანი იქ არ დარჩებოდა მხოლოდ ზღვის ფსკერზე. ზემოქმედება შეიძლება გამოვლინდეს ინტერნეტის შენელებაში, ღრუბლოვანი სერვისების ხარვეზებში, ფინანსურ დაგვიანებებში, ელექტრონული ვაჭრობის შეწყვეტაში და მონაცემთა ცენტრებზე ზეწოლაში. ყველაზე სერიოზული სიგნალი მაშინ მოვიდა, როცა ტასნიმმა, სააგენტომ, რომელიც დაკავშირებულია რევოლუციურ გვარდიასთან, რუკაზე გადაიტანა წყალქვეშა კაბელები, კაბელების ხმელეთზე გამოტანის წერტილები და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა სპარსეთის ყურეში. პუბლიკაცია ნეიტრალურ ტექნიკურ ახსნას არ გავდა. ის უფრო გათვლილ გზავნილად გამოჩნდა, სადაც ნაჩვენებია სად არის სპარსეთის ყურის მეორე მხარეს მდებარე ქვეყნების, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყატარის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და საუდის არაბეთის მოწყვლადი წერტილები. მესიჯი ნათელი იყო, თუ პორტები, ნავთობის ტანკერები და სამხედრო ბაზები უკვე კრიზისშია, ციფრული ინფრასტრუქტურაც შეიძლება ჩაერთოს თამაშში. აქ რისკი არ იწყება ადგილზე მსხვერპლით, როგორც ბაზაზე ან გემზე თავდასხმის შემთხვევაში. საფრთხე სხვა, კავშირის გათიშვა, აუცილებელი სერვისების დასუსტება, გადახდების დაგვიანება, საავადმყოფოებზე, კომპანიებზე, აეროპორტებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე ზემოქმედება. ეს ცივი, ფარული და ძნელად შესამჩნევი მუხარაა, მაგრამ მას შეუძლია სამოქალაქო ცხოვრებაში მკრისიერი შოკი გამოიწვიოს. ირანი ამას იმიტომ აკეთებს, რომ მასზე სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლაა. როდესაც ძალა ვერ ახერხებს ყველა ცის, ყველა ზღვისა და ყველა სავაჭრო ნაკადის კონტროლს, ის ცდილობს დართმა მიაყენოს ვიწრო ყელებს. ჰორმუზი ამ ვიწრო ყელებიდან პირველია. გიბრალტარი კიდევ ერთია. გიბრალტარის სრუტე ატლანტის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აერთებს და ევროპასა და აფრიკას საზღვაო და ციფრული მარშრუტებით აკავშირებს. მაგალითად, თეუქსიოსი აფიქსირებს კაბო-ესტეტს, რომლის სიგრძეც 112 კილომეტრია და რომელიც გიბრალტარს კვეთს ესტეპონასა და ტეტუანს შორის. ეს აჩვენებს, რატომ არ შეიძლება გაფრთხილება მხოლოდ ყურეზე იყოს შეზღუდული. ობლიქტი, რომელიც ვიწრო სრუტეში კაბელებს ემუქრება, შეიძლება შიში გააჩინოს რუკის სხვა ვიწრო წერტილებშიც. როდესაც თეირანი იყენებს რევოლუციური გვარდიის დაკავშირებულ მანქანებს ყურეში კაბელებზე მისათითებლად, ექსპერტები და მთავრობები იწყებენ ყველა მოწყვლად სრუტეზე დაკვირვებას. გიბრალტარი ამ სურათშიც შედის, რადგან ის კონტინენტებს ვაჭრობასა და კომუნიკაციას შორის გამტარი წერტილია. თუ ჰორმუზი ყურის ციფრული კარია, გიბრალტარი ერთ-ერთი ციფრული კარია ატლანტიკს, ხმელთაშუა ზღვას, ევროპასა და აფრიკას შორის. მუხარის ფორმაც ყურადღებას იპყრობს, წყალქვეშა კაბელები დაცულია, მონიტორინგდება და ხშირად ნაპირთან ახლოს დამარხულია, მაგრამ მაინც რჩება ზღვაში მომხდარი ინციდენტების მიმართ მოწყვლადი. თავად როიტერსმა აღნიშნა, რომ ისტორიული დაზიანებების უმეტესობა გამოწვეულია ადამიანის შემთხვევითი საქმიანობით, როგორიცაა თევზაობა და ღუზები, მაშინ როცა სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული დივერსია რეალურ რისკად რჩება კონფლიქტის ზონებში.
ომის ზონებში შეკეთება უფრო რთული ხდება, რადგან სარემონტო გემებს სჭირდებათ ნებართვა, დაზღვევა, უსაფრთხოება და წვდომა ადგილზე. თუ იქ იქნება ნაღმები, ნამსხვრევები ან ბრძოლა ახლოს, აღდგენა შეიძლება კიდევ უფრო გადაიდოს. სწორედ აქ იძენს საქმე მნიშვნელობას. მიზანი არ არის აუცილებელი იყოს მთელი რეგიონის ინტერნეტის გათიშვა პანიკის გამოსაწვევად. საკმარისია დართვა მიაყენონ გრძნობიარე წერტილებს, შექმნა არასტაბილურობა, აიძულო კომპანიები გადაამისამართონ ტრაფიკი, გაზარდო დაზღვევის ხარჯები, დააგვიანო შეკეთება და აჩვენო, რომ არაფერი არის მიუწვდომელი. ეს შეესაბამება რევოლუციური გვარდიის ზეწოლის ლოგიკას. იმოქმედო ნაცრისფერ ზონაში, გამოიწვიო შიში, საჭიროების შემთხვევაში უარყო პირდაპირი განზრახვა და გამოიყენო გაურკვევლობა, როგორც პოლიტიკური იარაღი. მოსალოდნელი რეაქცია ახლა არის გაძლიერებული მეთვალყურეობა კაბელებზე, გემებზე, კაბელების ნაპირზე გამოსვლის წერტილებსა და მონაცემთა ცენტრებზე. შეერთებულ შტატებში ეს თემა უკვე შევიდა ეროვნული უსაფრთხოების დებატებში. სენატორმა ჯიმ რიშმა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარეა, დაიცვა საერთაშორისო ძალისხმევა წყალქვეშა დივერსიის პასუხისმგებელ პირთა გამოვლენასა და ამ ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებაზე. შეშფოთება გაიზარდა მას შემდეგ, რაც საეჭვო შემთხვევები დაფიქსირდა ბალტიის ზღვაში, ინდოწყნარ ოკეანეში და სხვა სტრატეგიულ რეგიონებში. ბოლო დროის ისტორია აჩვენებს, რატომ არ არის ეს შიში გადაჭარბებული. 2024 წელს წითელ ზღვაში წყალქვეშა კაბელები დაზიანდა მას შემდეგ, რაც გემი რუბიმარი, რომელიც ირანთან დაკავშირებულმა ჰოუთებმა დააზიანეს, დრეიფში გადავიდა და ჩაიძირა. ამერიკელმა ხელისუფლებამ გაგემის ზღუზამ კაბელები გადაჭრა, როცა ხომალდი იძირებოდა. ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ ადგილობრივმა ომმა შეიძლება ინტერნეტს დაარტყას ისე, რომ კაბელი პირველი სამიზნე არ იყოს. საკმარისია დაზიანებული ხომალდი, ვიწრო მარშრუტი და ზღვის ფსკერზე მგრძნობიარე ინფრასტრუქტურა, რომ საზღვაო ბრძოლა ციფრულ კრიზისად გადაიქცეს. კიდევ ერთი მაგალითი ბალტიის ზღვიდან მოვიდა. 2024 წლის ნოემბერში ორი წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი 24 საათზე ნაკლებ დროში დაზიანდა. ერთი ფინეთსა და გერმანიას აერთებდა, მეორე კი შვედეთსა და ლიტვას. გამოძიება ჩინურ გემ Yipeng 3-ზე იყო მიმართული, რომელიც იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა ხელისუფლებამ შემთხვევას განზრახვასთან დაკავშირებით სიფრთხილით მიუდგა. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევამ ევროპაში განგაში გამოიწვია, რადგან აჩვენა, როგორ შეიძლება უბრალო სავაჭრო გემი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კრიზისის ცენტრში აღმოჩნდეს. ეს შემთხვევები ეხმარება გაგებაში, რა საფრთხეს წარმოადგენს ირანი. თეირანს არ ჭირდება ოფიციალურად გამოაცხადოს ოპერაცია, რომ რეაქცია გამოიწვიოს. როდესაც რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებული მედია ავრცელებს რუკებს, კაბელების სახელებს, მონაცემთა ცენტრებს და მეტოქეების ციფრულ დამოკიდებულებას, ეს გზავნილი უკვე მოქმედებს. კომპანიები გადახედავენ რისკებს, მთავრობები ზრდიან მეთვალყურეობას, ოპერატორები ამზადებენ ალტერნატიულ მარშრუტებს. სარემონტო გემები უფრო ძვირი და უფრო ფრთხილი ხდება. და ჩვეულებრივი მოქალაქეები მიუხედავად იმისა, რომ შორს არიან კონფლიქტიდან, შეიძლება იგრძნონ შენელება, სერვისების გათიშვა და არასტაბილურობა. სპარსეთის ყურეში რისკი კიდევ უფრო სერიოზულია, რადგან არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, საუდის არაბეთმა, კატარმა და ბაჰრეინმა დიდი ინვესტიცია ჩადეს ხელოვნურ ინტელექტში, ღრუბლოვან ტექნოლოგიებში და მონაცემთა ცენტრებში. ამ ქვეყნებს სურთ გახდნენ ძლიერები. ისინი დამოკიდებული არიან კაბელებზე, რომლებიც გადიან დაძაბულ რეგიონებში. თუ ირანი გადაწყვეტს კაბელები ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს, ის სწორედ ამ მეტოქეების ეკონომიკურ მომავალს დაარტყამს, მონაცემებს, ბანკებს, ციფრულ ენერგიას, ელექტრონულ ვაჭრობას და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას. გიბრალტარი შემდეგი შეშფოთების სიმბოლოდ გვევლინება. სრუტე ირანის უშუალო სამხედრო ფოკუსი არ არის, მაგრამ ის გვახსენებს, რომ გლობალური ინტერნეტი რამდენიმე ფიზიკურ დერეფანში გადის. ისევე როგორც ჰორმუზი აერთიანებს ნავთობსა და მონაცემებს, გიბრალტარი აკავშირებს ზღვებს, კონტინენტებსა და ბაზრებს. თუ მსოფლიო აღიარებს, რომ ვიწრო კაბელები ზეწოლის ობიექტად იქცა, მაშინ არც ერთი ვიწრო გასასვლელი სრულად არ არის ყურადღების მიღმა. მუქარა რეგიონულიდან გლობალურად გადაიქცევა, ახლა კი იწყება ჩუმირბოლა დაცვისთვის. მთავრობებმა უნდა გააძლიერონ საზღვაო პატრულირება, ოპერატორებმა უნდა გაამკაცრონ მონიტორინგი, ღრუბლოვანი სერვისების კომპანიებმა უნდა მოამზადონ რეზერვები, ხოლო სადაზღვეო კომპანიებმა უნდა გააძვირონ ოპერაციები კონფლიქტის ზონებში. მაგრამ არც ერთი ამ პასუხთაგანი არ წყვეტს მთავარ პრობლემას. წყალქვეშა კაბელები გრძელია, ღრმაა, გაფანტულია და სრულად დაცვის უზრუნველყოფართულია. ზღვის ფსკერი ახალი დაპირისპირების საზღვარი გახდა. ტრამპისთვის და შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის ეს დამატებით ზეწოლას ქმნის. ჰორმუზში გემების დაცვა უკვე რთულია.
კაბელების, სანაპირო გამოტანის წერტილების, მონაცემთა ცენტრებისა და ციფრული მარშრუტების დაცვა ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. ამერიკული პასუხი როგორც წესი აერთიანებს საზღვაო ძალებს, დაზვერვას, კერძო კომპანიებსა და რეგიონულ პარტნიორებს. ირანის მხრიდან კაბელებზე მუქარას ჯერ არავინ მოუკლავს, მაგრამ უკვე სტრატეგიული ჭრილობა გახსნა. ირანმა გააცნობიერა, რომ შეუძლია მოწინააღმდეგეები შეაშინოს ისე, რომ არც ერთი რაკეტა არ ესროლოს ქალაქს. საკმარისია მიუთითო იმ სადენებზე, რომლებიც თანამედროვე ეკონომიკას ამაგრებს. მე ვარ მიუსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.